გამარჯობა თქვენთან ერთი მტკვარიშვილი და დღეს მე თქვენ გესაუბრებით ეკრანის მესამე ნაწილზე. ჩვენ უკვე მოცემად შევქმნით ისეთი ერთები და მოდი შევთქვით განაზერო სამყაროს. პირველში უნდა შევქმნით მონატური კომპოზიცია, დავაკვირდოს და ეს იყოს ასე. შევქმნით ეკლიპსი, ელიფსის ეკლიპსი. და პატარა ცოტა. ახლა ვიჩეთ tools როცა აკე შემდეგ პროცენტების მაჩვევა არის choose coordinate guide options ვაჭრობთ მაგას და ნიშნავთ title action saves ხალისთვის გინდა ეს ჩვენ ეს ამ title action saves გამოდენით რომ სწორი ხაზი შევქმნათ აქ დავაკვირდით sync 1 დავაკვირდით repeater შენდა შედევთ პარამეტრებში add repeater хорошо ეს repeater-ი კნოპს უკეთებს ამ ხაზს რა თქმა უნდა არის 3 ანუ 3 არის კოპირება არის შედოთ მეტის repeater-ში პოზიციას ვაკეთებ ნულზე კოპირები გავაკეთებ პროტექსტზე და როტაცია და ფანტომის მოდი ფოტოაპარატ ეს ახლა შევთანხმდი სექტორი ფილი ავტოშოთ ეკლიპსში შევიდეთ და აპარატ stroke concept edis edში შევიდეთ და ამოთ 3 შევიდეთ სტარტად ესე ვაკეთოთ და ვაკეთოთ test line ახლა ამოვიტანთ ფოტო და დავსვათ აქეთ დავსვათ მაგალითად ავიღოთ ეს ფოტოაც მეწერა გამოიყენე დავსვათ აქ scale widget დავსვათ ეს დონეზე ჩამოწვით იგი ქონოთ და ავირჩიოთ track method alpha matrical 1 და ეს ასაც იზავს არის ის რომ ამ წერის გარშემო ყველაფერს გააქროს და მოტორში გამოჩნდება ეს ჩვენი ნახატი. შემდეგ რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის დავაკოპიოთ circle 1 ჩავთოთ ფილი გავუთიშოთ stroke გავხავთ ტრიფერის და გავზარდოთ stroke scale და პატარა დავხავთ ფორმაზე კიდე duplicate image right duplicate process output და автомат დავაკეთოთ ამ ჩვენაშევით ახლა ეს არის ის რომ არ გვინდა ჩვენს მეორე კრუგიც აი ამ ფარგლებს ოსდებოდეს შემდეგ ვიჩეთ circle rows და ვაზრდოთ fast rows
ვსდით ტონს და ოპოზიტის უკან დაგვიწევთ. შემდეგში ვაკოპირებთ მესამე circles tad strokes 0-ზე და ვნოს scale მიჩეთ 100%. ეს მიჩეთ მას pre-composing და ახლა მასკის მეშვეობით ხაზოთ ამერიკას მოგრიებთ და ეს ეს დაახლოებით და ახლა two-passline მიჩეთ გროპ შემდეგ ასე ვაკეთებთ ეს არის შევიდეთ vector shape-ში protect მეთოდით vector circle scale მიჩეთ ეხლა შემდეგი რაც ვაკეთებთ ეს არის შევქმნათ გარკვეული ისრები, რომლებიც მოძრაობენ ასე. ამისათვის კომპოზიციის მეგრაში შევიდეთ კარგად და შევიწყოთ ესა. დაახლოებით ასე იყოს სუმაში, ახლა შევქმნათ ფინტურის მეშვეობით. ის არის სტროკი პროექტი. კიდევ სტროკი დაახლოებით ახლა ნიმერო მიჩეთ დავაწეროთ ამას მოძრაობ ვექტორ R-ო პოლიციაში შევიდეთ. აქედან დაახლოებით ეს მოკავშირეს პროგრამაში. მიჩეთ group out cycle ასე თამამი სულ გამიოხდეს მოძრაობს და მოკავშირეს კიდევ ერთხელ პაუზა ქონდეს გამერებას შორის აკაშეთ აქეთ ნახვა როგორც შეიძლება მე გაგწევთ ახლა ვექტორ ეროს მიჩეთ effect time echo ეს echo შენ კონსტიტუციას ნებისმიერ მხარსულობას და საერთოდ ნებისმიერ პოზიციას მოძრაობს მიჩეთ მას სამი ორი switched decay დავწიოთ ეცოტა ასე თორე ახლა ეროს მიჩეთ ფერი ციფერი ესე გადავიდეთ ან მოდით ამას მიჩეთ pre-composing და ვხდეთ R1 და duplicate-ოთ ახლა ამას მიჩეთ მასკი ავტომატზე ესე თამაშა მოჩამოწიოთ ესე და ახლა მიჩეთ ამას ვესწრებს სტილი შედიო layer styles to shadow
distance დავწეროთ. Size გავზრდოთ. Spreads. That works. I step it to break. It must be ახლა ვექტორებს ვიჩეთ. Inner shadows, layer styles, inner shadow და styles მე მოვაჩაგიხსნით. Distance. ვიჩეთ. Distance is 0. Size გავზრდოთ. ასეთ inner shadow-ში. Distance is 0. Inner shadow size გავზრდოთ. ახლა ეს საკმაოდ გამოზიარებდი ვიყავით. ვექტორად ტიშოთ მოვაკეთეს. გადავიდეთ ვექტორ შეებში. გადავაკეთოთ. გადავაკეთოთ. rows. გადავაკეთოთ rows შეკა. ფოტოს ყველას ვიყავ. ამოდის ფოტოს შოთა გაკეთდა. გადავიდეთ final touch-ში. გადავაკეთოთ rows-ი. Tosnos ვიყავ. მოჩეკოთ 3D. Cioè, poi ci danno scritto una chat Am cercato simulcet. Eclipse mask e ho cercato Eclipse masks. Troppo tanto già ma troppo tanto c'è che non so cercato mask face și Тут сегодня там здесь смещайтесь. Хорошо. Я сегодня еще вот на охлоить это тоже. Как раз сегодня Сегодня камеры сегодня შედის. კი ეკაცათ შუქის ზევიდან აკეთებს. ახლა ვიცით დუპლიკēt მეყავს. როტაცია ვუჩეთ x-ს -20 გრადუსი. და შემოწიოთ. შემდეგ შევიდეთ ეკეთებში ლინიავი. Asta consider succes. Towards it feathers. I suppose. Что то после того. Вот так же. ახლა შემდეგაც უნდა გავუკეთოთ ეს არის ის რომ პირველ რიგში შევხვდეთ ცოტა ხნით და პაუზა უნდა მიწა ვიდეოს, იმიტომ რომ ხმა იყო შესაძლებელი. მეორე ეხლა კიდე ის უნდა გავაკეთოთ რაც ის უნდა გავაკეთოთ რომ შევქნათ fog effect-ი, ანუ მისის ეფექტია. ნუ მაინც მაგანისლია, მაგრამ ორ თვეში ამ შემთხვევაში ამ გაგაკეთებაში ეს ძალიან გამოსადეგი იქნება. პირველში ქნით ახალ solids, new solid, ფერწიშობა არ აქვს. Fractal noise ეფექტი მივცეთ მას. ნაკაცავთ. მივცეთ. ამას დავაჩვენოთ სახელი Fox-ზე. ეს ჩამოვიტანოთ და აი ფლორის ზემოთ.
მივჭეთ მას 3D ეფექტი, როტაცია მივჭეთ X ღერძის მიმართ 90 გრადუსით, ჩამოწევთ დაბლა. ესე მივჭეთ scale-ი საკმაოდ დიდი. ახლა ეს დონეზე როცა ჩამოწევთ კიდე დაბლა. აწევთ წინ. მივჭეთ მას mode screen. მივჭეთ მას fast blur. აწევთ ეს blur-ი სტონები ახალზე, დაახლოებით ამ დონეზე, კიდევ გავწიოთ. ეს ჩამოწევთ დაბლა ახლა. შემდეგ მივჭეთ მას მე მინდა რომ ეს ცენტრში არ ჩანდეს ესა. მოდით მივჭეთ მას ავჭეთ ეს foggy და მივჭეთ მას მასკი. foggy-ის მაგარი მასკი შუაში მოწევთ დაახლოებით ამ დონეზე. აი ესე. და მასკს მივჭეთ invert. და ეს ხილად შვება გარშემო ყველაფერს. სულ ნისლიად შუაში კიდე არაფერს არ აკეთებს. ნუ ძალიან კაია. მივჭეთ მას შემდეგ layer styles color overlay ფერი გვინდა რომ იყოს ცისფერი და აქ blending mode-ში გადავცვალოთ color-ზე. შემდეგ დავაკვირდით კამერა, foggy და მეორე კამერა control shift Z-ი გადავიყვანთ კომპოზიციაში. დავაკვირდით მას fog and grid. Grid-ად ახლა ვიგეთყვით. ეს ახლა ვნახავთ. კამერა მეტო ჩავაყოლე ამ იმას რომ ეს 3D-ის დაემახსოვრებინა. ახლა ჩვენ ვქნით ახალ solids. მნიშვნელობა არ აქვს. ნუ pairs. შევდივართ ეფექტებში წერეთ grid. ჩამოგვაქვთ და ხედავთ generate grid. დავწეროთ ამას grid. მივჭეთ მას 3D ეფექტი. როტაცია მივჭეთ 90 გრადუსის მიმართ X ღერძზე. 90 გრადუსის X ღერძის მიმართ. გაცრავად, ჩამოწევთ ქვემოთ. და ამ დონეზე მივჭეთ scale, გავადიდოთ, უკან გავწევთ. დაახლოებით აი ესე. კიდე გავადიდოთ. corner-ი დავწიოთ ჩემ მარცხენა მხარე დაახლოებით ამ დონეზე. შემდეგ მარჯვენა მხარე შედარებით აი ესე. შემდეგ ვაძლევთ ამას, ვაკოპიოთ კიდე კამერას. კამერა ვერსიაში grid pre-compose ვაძლევთ. ანუ გადავაყავ კომპოზიციაში, ვაძლევთ ამას. grid grid-ს ვაძლევთ მე აი მე ესა grid-ს ნიშნავთ მე მასკით. აი ესე დონეზე დაახლოებით. მას ვაძლევთ feathers, აი ესე. ოდნავ ჩამოვწევთ მასკი აქეთ. აი ესე. და შევიდეთ grid-ში, grid-ს border-ი დავწევთ სამზე, ანუ ხაზების სქე. ნახოთ ამ პროდუქცია ეფექტია, საკმაოდ ლამაზია, თითქოს და რაღაც შუაზეა, შუშაზე, ძალიან ლამაზია. გადავდივ მიდივართ, ახლა ყველაფერი ესე იცვლება. აქ floors მასკერა შევუწიეთ ასე. ახლა შეიძლება გავყოლ დეკორაცია დავამატოთ კიდევ აქა. პირველ რიგში ერთი რაც მინდა გავაკეთო ეს არის აი ეს circle-ები რო გავაკეთე თავიდან, პირველ circle-ს უთშავთ close, მეორე circle-საც უთშავთ close, მესამე circle-საც უთშავთ close. მეორე circle რომ ამას opacity-ს უწევთ დაბლა, დაახლოებით ამ დონეზე. ლამაზი გამოვიდა ახლა. შევდივართ შემდეგ vector shape-ში.
pen tool-ით, Eclipse tool-ით. Fields ვაძლევთ text strokes მოვწერთ. დაახლოებით ასეთ ტონზე შეგვიძლია პირველი shape layer-ი, მეორე ჩამოწიოთ აი. ნახეთ ახლა ეს როგორ ზის. ძალიან მიგეონი. ეს დაახლოებით ამ ტონზე ავწიოთ. აი. ეს ზევით აი მინდა დავწოთ ასე რომ შევდივართ შევდა ამას წეთდა და ჩვეულებრივ კლავიატურაში ეს მეშვეობით დაახლოებით ეს ტონზე თან ხედავთ რომ ჯერ არ შესაძლოა მოგაცავთ ხედავთ რომ აქ ის არის ის შევით დაახლოებით ამას შორის გადის ესე იცით ამას compose lines ავაკოპიროთ გადავაკეთოთ მიცეთ კონტროლ-ისი შევიდეთ შემდეგ vector arrow-ში ჩავაგდეთ აქ ეს ხაის შევასწოროთ აუცილებლად შევიდეთ vector arrows scale დავხოთ ესე წოთ მაღლა ესე შევიდეთ vector arrow-ში scale-ს დავлоцმეთ და ახლა ეს ტონზე კიდევ უნდა დავლა ეს ეხლა შევდივართ vector arrow-ში scale-ს თიშათ სიგანეზე წელავ, ასე სიგანეზე წელავთ, დაახლოებით ესე. კარგია. შემდეგ შევდივართ vector arrow-ში lines ვაცოთ fill effects, fill very it's a glow კაზარ use ასე თქონეზე აბა თუ ჩნახოთ მსგავ ლამაზია შემდეგ რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ის უკან გავაკეთოთ წუთით vector arrows პირველსაც მაღლა დაახლოებით ასე თქონეზე საწოთ მაღლა ეს მინდა სრული მაკრო ეს გააჩნდება შემთხვევაში და შემდეგ vector arrows ამას ვაცლებთ პოზიციოდნოთ დაფანს დაახლოებით ესე ამიტომაც პირველ სახე შემდეგ ახლა სწორედ ეს არის მე მაგას მიერ Photoshop-ში დამზადებული ეფექტები ეფექტი არა სურათი გადმოვხდეთ რომ ეს სურათი არის რაღაც ჰაზარდის მაგვარი ვაძლევთ კოპირებას კამერას შემდეგ ვაძლევთ კოპირებას კი არა ვაძლევთ pre-compose კამერას და ფოტოსას გადამაკ ვაძლევთ hazards შევდივართ finishing-ით დეფენას ამას თქონდა პატარავებ და ახლა ამ დონეზე ხნი ახალ solids ვაწვდეთ solids ვაწვდე fractal noise რაც გადავეკეთე fractal noise მას საკმაოდ კაი გამოყენებადია საკმაოდ კაი ლამაზ ეფექტს ვიღებთ კონტრასტს უწევთ საკმაოდ მაღლა და ახლა ამ დონეზე
სიხოთ ნუ მაშინ შევიდეთ. როცა D არის სტესილ აფალასტაფილ არ მუშაობს. ხედავთ რომ რაღაც ეს ისინი აქვია ჰაზარდები უფრო დაბნელ და ადგილებში. ეხლა მე მინდა რომ ეს evolution-ი მიცე time-ზე, ანუ ალტით ვაწვევი ამას, მე ვწერ time ვარსკვლავი 120. აი ხედავთ რომ ესაც რა გამოძრაობს ეს ყველაფერი უკან ეს ჰაზარდები რაღაც ასმულ ეფექტს იღებს. მე ამ ხაზარდს ვაწვევ fill effects. ეს ფილი მინდა იყოს ესფერი. დაახლოებით ესფერი. შევდივართ მე ფანა პროდუქტში. ხედავთ რომ აქ ეს არის გადადეთ, მაგრამ მოდით ცოტა სკეილი მიცეთ დაბლა. დაახლოებით ამ დონეზე განვწიოთ მარჯვნივ. კიდე დავაპატარავთ. აი ესე. საკმაოდ ლამაზი ეფექტი მივიღეთ ახლა. ეს. საკმაოდ ლამაზია. დაწყისთვის შემდეგ ახლა მეორე რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის რომ vector shapes duplicate-ს უკეთებთ. სვავთ vector shape პირველს უკან. ვაძლევთ scales ამ დონეზე. წეროთ მომაღლა. მე მასკით ნიშნავთ დაახლოებით ასე დონეზე. მე MM-ს როჯერ დავწვით შეეკეცება მასკი, MM-ს როჯერ დავწვით და მასკი ისინი გამოვა. ახლა ვდით მასკის feathers, vector shapes opacity-ს ვწევთ დაბლა შედარებით დაახლოებით და ახლა რა ხდება? ვიდეოს ჩავსვავთ ან სხვა რამე ლამაზ ეფექტს, რამეს უკანაც იგივე გამოჩნდება, თითქოს და უკანაც რაღაც ეფექტს აძლევს. რო იგივე რაღაცები გამერდება უკანაც, background-ზე. მოდით ცოტა უკან დავწევ ახლა, გადაგდია. აი ესე. scale უნდა ავწიოთ. ლამაზ ეფექტია. მოდით vector error-საც უკან გავწევთ ცოტა ოდნავ დაახლოებით ასე დონეზე ტყიდე გამოსახულების ეფექტი მიიღოს. საკმაოდ ლამაზია ახლა. ვისაც save-ი. შევდივართ შემდეგ vector shape-ში. მე მაქვს ასევე ეს. მაგრამ ყველაფერს აკეთებ გვერდზე რა თქმა უნდა, რაც ვიყენებ აქ სურათებს. შევდივართ მე კიდეც დავამატებ კიდევ ერთხელ ახალ შევდივარ picture-ში აღარ იმართ ჩემი გაკუთვნილი ტექსტურები იყოს დაახლოებით ეს კაია ახლა ჯერ მოდის ამას ჩავაგდებთ მე მინდა რომ კონტროლ შევცადეთ pre-compose მიცეთ აი ახაც ანუ აი კაცანო ცირკი გამოყენებული მაგრამ როდესაც pre-compose მიცეთ move volatility-ს აღარ მინდა რომ ეს ესა alpha ის რომ track მათი მიცემული შეინარჩუნოს და ამიტომ leave volatility in vector shape comp1 მაგას ურჩევ და ხედავთ რომ ეს არაფერი არ იცვლება მე თუ მას სხვანაირად გავაკეთებდი ის აღარ შეინარჩუნებდა ფორმას მომიწევდა თავიდან ახლა მიცემ მაგრამ რატო ვიწვევთ მეტი ამიტომ იყოს ესე შევდივართ მე აქ ხედავთ ჩვეულებრივ ფოტო გვაქვს მე გადმოვაქვს აქ ეს ფოტო ვაძლევთ მას მოდი add ხო add საკმაოდ ლამაზად გამოჩნდა ხედავთ რომ აქ არის წერტილები მაგრამ შორიდან უფრო ლამაზად ჩანს ნახოთ ახლა ეს როგორ გამოჩნდება final product-ზე ეს final product-ს ხედავთ მოდი full-ზე დავაყენებ საკმაოდ ლამაზად ჩანს ყველაფერი ეხლა მოდით ცოტა გავალამაზოთ ეს ყველაფერი ან მოდით შევიდეთ hazard-ში
ამას მივცეთ glow upper, efekti გამოვა. Let's give it star glow. Yeah, it's fantastic. Yeah. საკმაოდ ლამაზად შესახლა. შემდეგი რაც მინდა გავაკეთოთ ეს არის I am vector shape-ში ამ წერს ცოტა კიდე რაღაცები დავამატოთ. მაგალითად ესე იგი შევიდეთ vector arrows, vector shape-ში, ნიშნულობა რომ vector shape-ში ახლა ყველგან იგივე იმას გადაგიყვანს. შევდივართ vector cycle-ში, ვქნით circles, fills უთიშავთ. ამას უკეთებთ დაახლოებით 3-ს. Scale-ს ვაძლევთ ამ დონეზე. Object-ი იყოს. მოდით ერთ ფრეიმით შევერ. ესე, მე დავდუპლიკეითოთ. Scale გავზავთ ახლა ოდნავ, აი ესე დონეზე. ყველას დავუწევთ 6-ზე. ეს მინდა რომ აი ესე იყოს. ამას scale გავდივართ და აი ესე. მაქსიმალური იყოს 1000. კონტროლ 12, არა. 30. მე αυτό სულ გამოსტემ საბოლოოზე. ალბათ ლამაზია უკვე. მოდით ახლა repeater-ში რომელიც გვაქვს ჩვენ აქ გასავაგოთ circle-ში გვაქვს repeater, line repeater, მოდი line repeaters. მიცეთ solo წუთი და მაქსიმალური რო ეს კუგზე იყოს. აი ესე დონეზე. და მივცეთ მას errors დავაწვეთ, რომ გამეყოს სპეციალური ანუ ჩვეულებრივი ტრანსფორმის როტაცია, რადგან აქ არის transform repeater, რომელიც მოქმედებს მარტო ამ repeater ეფექტზე და არის transform-ი, რომელიც მთლიანად ყველაფერს მოქმედებს. და როტაციას მივცეთ time -120. ანუ აქ მივცეთ 80 ჩვეულებრივი. ლაგია დავწევთ, ამიტომ მინდა რომ კომპოზიცია ჩანდეს როგორც ძალიან სწრაფი. რა თქმა უნდა, ეს სრულად დამოკიდებული, აი ეს დონეზე. შედევთ final product-ში. ან მოდით vector shape-ში. მოგაცავთ შენ solo დავჭა. vector shape-ში. მოდი გავხვალ. რეალებს ჩვეულებრივად. მოდით შემდეგი რაც მინდა გავაკეთო, მოდით ამას ფერები მივცეთ ესა. ანუ იგივე ფერებს ამას მივცეთ, ხო? გამოვიყენოთ მეორესთვის. shape-ისთვის. ესე, საკმაოდ ლამაზი იქნება წესით ახლა. შემდეგ რაც მინდა ახლა ამას, მაგრამ სომა მოდით composition შევიდეთ, composition დავაყენოთ 1000-ზე, იმიტომ რომ სრულად კიდე რამდენიმე დავამატო აიქა. ქნი ახალ circles, ვაკეთებ scales და ახლა თამთამზე. კიდე content strokes, ვაძლევ მას პარამეტრებიდან add, trim pass. ხერხო მე ძალიან ხშირად ვიყენებ ეს tag ეფექტს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სრული მაქვს ეფექტი, ძალიან გასაგება და ძალიან ადვილი გამოვიდეს. მოდით ეს იყოს ასეთ დონეზე დაახლოებით offset-ით გამოწიოთ მარჯვნივ, აი ხა. და მოდი მივცეთ მას wiggle, ჭრილი, 1, ჯიმე, მოდი 40. ხერხო საკეთ რეალებს. კარგად. დავთვალე ეს vector shape-ში როგორ აღწევს, ხა, ხერხო ახერხება.
მოდით ეს დავწიოთ 20-ზე. მაინც ეხება ტურისტები. εδώ კიდევ ეხება. მოდი ამის გავხდი 10. რატო ეს ან აღარ იხრება? რა თქმა უნდა, არც შეეხება ჩვენს photo shapes. კაი, აწყობს. მოდი ვიცით, ცოტა ღია ციფრები. ვიცით მას გლოუ. სტროკი დავწეთ მოდი ნოვისე. უბრალოდ დავაყენოთ. საკმაოდ ლამაზია. თოციეთ მოდით. ეს დავაყენოთ აქ. საკმაოდ კაი. შეჯერობით. ეს არის ჩვენი რეკლამის მესამე ნაწილი და მეოთხე ნაწილი იქნება საბოლოო, უკვე ძალიან ლამაზ ეფექტებით გაკეთებით და ამით ჩვენი რეკლამა დასრულებული იქნება. იმედია თქვენც გასაგები იქნება. და ძალიან დისურვი მაქვს, რომ ამას იმეცაინოთ ამ ყველაფერს.